ჩვენ შევეცადეთ შარდგამომყოფი სისტემის ფუნქციის მოდელირებას. თირკმელი წყვილი ორგანოა, რომლის ფუნქციონალური და სტრუქტურული ერთეული ნეფრონია. ეს ორი ქილა ნეფრონს ასახავს. მასში ფერადი სითხეთ ჩაედინება, რომელიც სისხლის იმიტაციას გვაძლევს. ქილაში შიგნით ფილტრის ქაღალდია მოთავსებული, რომელშიც ფილტრაცია უნდა მოხდეს. თირკმლიდან გამომავალი შარდსაწვეთი მილებით შარდი ჩაედინება ძაბრში, ანუ შარდის ბუშტში. ჯერ თირკმლის არტერიით სისხლი მიედინება თირკმელში და თირკმლის ვენით ის გამოედინება. ვაჩვენეთ, რომ შემავალი არტერიის დიამეტრი მეტია, ვიდრე გამომავალი ვენის, რაც ქმნის გორგალში, ანუ ნეფრონის კაფსულაში მაღალ წნევას. ეს გარემოება უზრუნველყოფს ფილტრაციის პროცესს. წარმოიქმნება პირველადი შარდი, რომელიც არ შეიცავს სისხლის უჯრედებს და ცილებს. შემდგომ რეაბსორბციის, ანუ უკუშეწოვის დროს ნეფრონის კლაკნილ მილაკებში წარმოიქმნება მეორადი შარდი, რომელიც შედგება შარდოვანას, შარდის მჟავას, წყლისა და ცოტაოდენი მინერალური მარილებისაგან. წარმოქმნილი შარდი შარდსაწვეთი მილებით ჩაედინება შარდის ბუშტში და გამოიყოფა გარეთ.